თარგმნელებისთვის კონკურსი გამოცხადდა. პროექტს მწერალთა სახლი ახორციელებს. მასში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ როგორც გამოცდილ, ასევე დამწყებ მთარგმნელებს. ამ დროისთვის განაცხადების მიღება მიმდინარეობს. ორგანიზატორთა განმარტებით კონკურსის მიზანია მწერალთა სახლში ჩამოყალიბდეს თარგმნელობითი ლაბორატორია, რომელიც გამოავლენს ახალი თაობის მთარგმნელებს და ხელს შეუწყობს მათ პროფესიულ განვითარებას. მთელი ჩემი ახალგაზრდობა და თქვენ წარმოიდგინეთ სკოლის მერე, სკოლის დამთავრების შემდეგ 1 წელი ვმუშაობდი მთარგმნელობით კოლეგიაში, არსებობდა ესეთი ორგანიზაცია. მერე წავედი 5 წელი ვისწავლე და ისევ დაბრუნდი მთარგმნელობით კოლეგიაში. და თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ზუსტად ვიცი, რას ნიშნავს ქვეყნებისთვის, რას ნიშნავს ზოგადად ლიტერატურისთვის ლიტერატურული ურთიერთობები და ეს ურთიერთობები არის, რა თქმა უნდა, თარგმანი უპირველეს ყოვლისა. ძალიან მნიშვნელოვანია, რა თქმა უნდა, ისეთი პატარა ერისთვის, როგორც საქართველოა, რომელსაც ამხელა ლიტერატურა აქვს, მსოფლიო ლიტერატურულ რუკაზე მოხვდეს სათანადოდ. ჩვენ ამ თარგმანებით უნდა გამოვავლინოთ ის ადამიანები, რომლებიც კარგად აკეთებენ ამ საქმეს. ეს არის ხელობა, ეს არის არაჩვეულებრივად სრულიად განსაკუთრებული ნიჭი, წერლური ნიჭიც უნდა ქონდეს ადამიანს, რომელიც მხატვრული თარგმანით არის დაკავებული, ხო? ამიტომ ჩვენ გვინდა რომ შემოვიკრიბოთ ეს ადამიანები, ამ ჯგუფმა განსაზღვროს რა უნდა გავიდეს საქართველოდან, რომელი ლიტერატურა არის ძვირფასი, ძველიც, ახალიც, უახლესიც. რომელიც ეცდება რომ მსოფლიოს საერთაშორისო ფესტივალებზე, კონკურსებზე მოახვედროს ზუსტად ის ნაწარმოებები, რომლებიც გაგხვდის ჩვენ ამ დიდი ლიტერატურული ოჯახის წევრად. განაცხადები უკვე შემოდის, ძალიან ესეთი და ბევრი დაინტერესებული ადამიანი გვირეკავს და გვეხმიანება. და მე მივხვდი, რომ ის ერთი თვე, რომელიც მიცემული იყო კონკურსანტებისთვის, ცოტაა. ამიტომ ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ 3 აპრილს, როცა თავდება განაცხადების მიღება, ჩვენ გავაკეთებთ განცხადებას, რომ ერთი თვით კიდევ ვაგრძელებთ ამ კონკურსს, ასე რომ ჩვენ მივცემთ შესაძლებლობას ადამიანებს რომ წარმოადგინონ თავიანთი ნამუშევრები, თავიანთი თარგმანები. და რაც მთავარია, ჩვენ ვეძებთ დებიუტანტებს. ჩვენ ძალიან გვინდა რომ ამ ძველი უკვე ძალიან სახელოვანი მთარგმნელების გვერდზე გაიზარდონ ახალგაზრდა მთარგმნელები, რომლებიც ამ საქმეს ისწავლიან. აღსანიშნავია, რომ პროექტის ფარგლებში ჩამოყალიბდება მთარგმნელთა შემოქმედებითი ჯგუფი, რომლის წევრებიც დაკავდებიან ქართული ლიტერატურის თარგმნით უცხოურ ენებზე. ორგანიზატორთა განმარტებით, თარგმნელობითი ლაბორატორიის შემოქმედებითი ჯგუფის წევრებთან გრძელვადიანი თანამშრომლობის ფარგლებში შეიქმნება ქართული ლიტერატურის თარგმანები, სინოფსისები და ბწკარედები.